საღამოშვიდობისა დღეს ორშაბათია და ეთერშია პოლიტიკის დრო. დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დრო შემოგთავაზებთ საღამოშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირიქით მადლობა რომ მომიწვიეთ. ჩემი გადაცემის სტუმარი თქვენ ზუსტად 1 წლის წინ იყავით, 1 წლის წინ დაახლოებით 1 კვირა რჩებოდა არჩევნებამდე, მაშინაც წინა საარჩევნო პერიოდი იყო. მეც ვიხსენებს, კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა. დიახ, 1 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს ჩემს გადაცემაში და ეხლა საარჩევნო პერიოდი და 1 კვირაში ისევ არჩევნები, ამიტომ მოდით ჩვენი საუბარი ერთგვარი შეფასებით დავიწყოთ. მე მინდა კითხოთ, ხელისუფლებამ რამდენად შეძლო ყველა იმ დაპირების შესრულება, რასაც ვარაუდობთ წინა საარჩევნოდ? მოგახსენებთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შევძელით და იმაზე მეტი გავაკეთეთ 1 წელიწადში, რაც 1 წელიწადში უნდა გაგვეკეთებინა. ეხლა ოპონენტები ზოგჯერ შეგინებულად, ზოგჯერ მოსახლეობაც შეცდომაში შეყავს. ზოგჯერ ჟურნალისტები ცურებენ, რომ მთელი საარჩევნო პერიოდი თქვა და ის რაც უნდა გაკეთდეს 4 წლის განმავლობაში, ან 2 წლის განმავლობაში, ან 3 წლის განმავლობაში და ყველაფერს 1 წელიწადში ითხოვენ. ისეთი დაპირებებიც იყო და ხშირად მიხსენებია, რომელიც 20 წელიწადში უნდა გაკეთდეს. თუ ამას ყველაფერში ერთმანეთში არაურებენ. 1 წლის განმავლობაში რისი გაკეთება შეიძლება მოსვლიდან დაპირებებშიც რაც ჩანდა რეალურად, იქ სადაც თარიღი სახელდებოდა, რომ ეს გაკეთდება 1 წელიწადში აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა. პროგრამას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, პროგრამაც განცხადებების თუ გნებავთ ნებისმიერი ჩემი გამოსვლა როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, შეგიძლიათ წამოსიოთ, ნებისმიერი ჩემი ნალაპარაკები შეგიძლიათ შემახსენოთ და გასულს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და გავაკეთეთ, პირველ წელიწადს გავაკეთეთ იმაზე მეტი, რაც შეიძლება და გაკეთებულიყო. ოპონენტები გახსენებენ სხვათა შორის ამ განცხადებებს, აი სარეკლამო რგოლებიც კი აქვთ ესეთი გაკეთებული და ეთერში გადის ხოლმე, სადაც თქვენ რაღაც დაპირებებს აკეთებთ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და ისევ ნაციონალური მოძრაობა აკეთებს ამას, რაღაც 87 თუ 67 დაპირება დაითვალეს და იქიდან არც ერთი არ შესრულებულა. ნუ სასაცილო მდგომარეობაში არის, რა თქმა უნდა, ხალხი, რამე თუ მათ არ აქვთ რეალური არავითარი საკრიტიკო ჩვენს მიმართ. იმდენი გავაკეთეთ, თვითონაც გაუგნებულები არიან. რა უნდა თქვა, მარტო ბოლო ნახეთ, ეხლა დასრულდა, გუშინ წინ გამიკეთა მინისტრმა მოხსენება, რომ რთველი დასრულდა კახეთში, თავრობის თომა ქონდა და მე არ ვისაუბრებ, თქვენ თვითონ ისაუბრეთ, როგორი იყო და თუ ყოფილა მსგავსი მაგ დროს, ოდესმე ყოფილა. და გარდა ამისა და მთავარი და ყველაზე დიდი მიღწევა, რაც მოხდა 1 წლის განმავლობაში, საქართველოში არავის არ აქვს განცდა იმის, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, არავის ამის ეჭვიც არ აქვს, თვითონაც ვერ ბედავენ, ნაციონალებიც კი, ყველა გათავისუფლდა შიშისაგან, აღარავის აღარ აქვს იმის განცდა, რომ პოლიციამ შეიძლება მასე იძალადოს, რაც ხდებოდა ტოტალურად, არავის აღარ აქვს იმის განცდა, რომ შეიძლება აბსოლუტურად ყველა დაიჭირონ და ციხეში გაუშვან, წაართვან ქონება და ესე შემდგომ. ეს რაც თითქოს ზედაპირზე არდებს და არაფერი არაა, მატერიალიზებული არაა. მაგრამ თავარი ეს არა, ადამიანის უფლებები ტოტალურად აღსდგა საქართველოში, რაც იყო ფეხქვეშ გათელილი. გარდა ამისა, რაც მატერიალიზებულია. ის რაც დავპირდით სოფლის მეურნეობაში, რაც დავპირდით ჯანდაცვაში, რაც დავპირდით განათლებაში, ჯანდაცვაში თუ ამდენს მოახერხებდით ამ დროში და თუ ესეთი დანგრეული დაგვხდებოდა, მე ვიცოდი რაც ხდებოდა იქ, მაგრამ ამდენს კიდევ არ ველოდი და იმ დანგრეულიდან ეხლა რასაც ვაკეთებ და რაც ხდება, მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ახლა სასწაული მოახერხე. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავარი მონაპოვარი და წარმატება დღევანდელი ხელისუფლების მაინც არის შიშის დაძლევა, ეს არის თავარი მონაპოვარი. ეს განცდა დაბრუნდა ეს არის ადამიანის ღირსება, ადამიანს თუ ღირსება არ აქვს, იმას ქონება რამდენიც არ უნდა ქონდეს. ბევრი იყო ქონების ქონი აქ, მაგრამ ადამიანებმა თავს ვერ აგრძნობდნენ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაეჭირათ და ნებისმიერ დროს დაეყაჩაღებინათ და ესე დღეში ჰქონდათ ყავდათ ბიზნესი. ძალიან ბევრი მდიდარი ბიზნესმენი ადამიანურად ვერ ცხოვრობდა. მე აღარ საუბრობ გაღატაკებულ მოსახლეობაზე, რომელსაც პერსპექტივა მიეცა საერთო ცხოვრების. ქვებს გვესროდნენ, ზონდერებით იყო სავსე პოლიცია, არ გახსოვთ, მაგათი საამაყო პოლიცია, რომელიც დღეს ნამდვილად საამაყოა და ესქნა ღარიბაშვილმა. ნამდვილად საამაყო პოლიცია ესქნა არა მარტო ღარიბაშვილმა, მთელმა გუნდმა. ეს იყო ნება ჩვენი, რომ პოლიცია ხალხის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო, პროკურატურა ხალხის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. სასამართლო კიდევ გვაქვს ეჭვები, რომ ძველი გავლენა არ დარჩეს. მე არ მინდა რომ გავაზვიადო ეს, რამე თუ დიდი სურვილი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო და ამის შემდგომ სასამართლო სამართლიანი იყოს და ხალხმა მიიღოს რწმუნებულება, რომ ესეც სასამართლო გვაქვს. ეხლა რაც შეეხება მონაპოვარს და წარმატებაზე ვისაუბროთ, ხარვეზი თუ ქონდათ ხელისუფლებას ამ 1 წლის განმავლობაში, რას მიიჩნევთ ამ ხარვეზად, ბატონ ბიძინა? ხარვეზები აი ესეთი დასასახელებელი რომ იყოს, რომ 1, 2, 3 თქვა, აქ შეგვეშალა დიდი შეცდომები არ ქონია. ხარვეზები ძალიან საწყენი იყო ჩემგან ხვედელიძე. გელა ხედელიძე რომელიც პირველი მოადგილე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის და დღესაც განვიცდი. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის რაც მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ჯერ სასამართლო არ დასრულებულა, მაგრამ
იქ კითხვები არ იყო ტყუილად დასმული და იქ იყო გადაცნომები. კიდევ შეიძლება რაღაცები გავიხსენოთ ამის მსგავსი პრინციპში. ეს ორი დიდი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ჩემს ყველაზე დიდ გულისკენას იწვევს. გირვალიძე იყო ჩემთვის ყველაზე საუკეთესო მინისტრი. დღესაც მე მას დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სწორედ მოიქცა. ეს მისი დაგეგმილი არ იყო, მაგრამ მინისტრი იყო და პასუხი უნდა აგოს და აბსოლუტურად კითხვის ნიშნები კირვალიძესთან დაკავშირებით მოხდენილი. პირადად არა, მაგრამ ის რომ მინისტრს გაეპარა, თქვა და მას ეგონა რომ თავში რომ ტყუილად ბრალსდებდნენ და დიდი აჟიოტაჟი იყო აწეული და პროკურატურას უპირისპირდებოდნენ და აქაც დიდი ომი გადავიტანეთ. აი ესეთი მძიმე საზოგადოება იყო ძალიან, ექსპერტებიც, ანალიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, პატარა ქვეყანაა საქართველო. ზოგი ნათესაური, ზოგი მეგობრული, მთლიანად ერთად წავიდნენ პროკურატურაზე. ბევრი უცხოელიც რამე თუ ის საზღვარგარეთ მუშაობდა, მხარდაჭერები გამოუჩნდნენ კირვალიძეს და ესე შემდგომ თვითონ აქტიურობდა ძალიან. რამ ასე გონდა რომ ეს იყო მოგონილი ყველაფერი. დარწმუნდა თვითონ კირვალიძე რომ არ იყო მოგონილი, როდესაც ნახა ფაქტები პროკურატურაში და მოვიდა და თქვა რომ მოდიში რომ მე არ ფიქრობდი და არ ვიცოდი თუ ასეთი გადაცნობა შესაძლებელი იყო, მაგრამ ხო გჯერა ჩემი რომ მე არ გამიკეთებია და კორუფციაში არ ვიყავი და რა თქმა უნდა დღესაც ვიჯერა. საწყენი იყო, ბევრი დრო დავხარჯე ამაზე და მაგრამ ესეც ყველაფერი წაგვადგება მომავლისთვის, რომ დამტკიცდა, გაიმართნენ წელში თქვა იგივე პროკურორები, რომლებიც დღეს ძალიან დამსახურებულად პროკურატურა ბევრ თქვა შენიშვნას ღებულობს ძველიდან. დამსახურებულად რამე თუ ბევრი ძველი თანამშრომელი და იქ რაც ხდებოდა, ხო პროკურატურა 100 კაცი ვერ გამოცვლენ, თვითონ გამიკვირდა, ამდენი გამოცვლა თუ იყო, არც მეგონა, გუშინ წინ ვიყავი, მეგონი პროკურატურაში, როდესაც კბილაშვილმა გააკეთა განცხადება 30%-ზე მეტია შეცვლილი. სხვათაშორის ეს კარგი ამაში არაფერი არ არის, ამხელა სხვა რომ ხდება საკადრო მოკლე დროში, მაგრამ მაქსიმალურად 100%-ს ვერ გამოცვლით პროკურატურას. არ და კითხვები არსებობს, ხო, რაც ხდებოდა იმ პერიოდში და როგორ ძალადობდა სახელმწიფო საზოგადოებაზე, ამაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს პროკურატურა თამაშობდა და შესაბამისად კითხვები არსებობს ეს მხედველობაში. მაგრამ იქ პროფესიონალები არიან ძალიან ბევრი. კორუფცია არ ყოფილა პროკურატურაში და მათ მხარდაჭერა უნდა დღეს და ზურგის გამაგრება. თუ მე ამას ვერ მოვახერხებდი, ამ დროს უამრავი საქმე გამოსაძიებელია. თვითონ პროკურატურას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებდი. კორუფცია არ იყო პროკურატურაში, რას გულისხმობთ ბატონო? კორუფცია, თუმცა მე ეს გამისწორეს, კარგად უსუფაშოა გამისწორა. იქვე გამოსვლაში გამისწორა და მე დავეთანხმე და დღესაც ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ექვემდებარებოდნენ ზოგიერთი თანამშრომელი ძალადობას. მაგრამ ძალადობას ამ კუთხით თუ გავუყვებით, რაც უსუფაშოულმა თქვა, შეგვიძლია ნებისმიერ პოლიციას 99% დღეს დარჩენილია და თანამშრომლები არიან სასამართლო თუ სხვა სტრუქტურებს საჯაროს შეგვიძლია მსგავსი ბრალდება წაუყენოთ. მაგრამ მე ამას მარტივად ხსნი, რომ იყო იდეოლოგია ასეთი ტიპის, ამას რამდენიმე კაცი გეგმავდა, თუ ერთი კაცი არა და სხვები ასრულებდნენ. და შესაბამისად ჩვენ საზოგადოება გაგებით უნდა მოვეკიდოთ და ჩვენ არ გვაქვს არც საშუალება და არც უფლება რომ ყველას მოვთხოვოთ პასუხი რატომ ამ დროს იყო სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში. გასაგებია. მოდით საარჩევნო პერიოდში ვართ ახლა და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ წინა საარჩევნო პერიოდზე და იმ განცხადებაზე, რომელიც თქვენ ცოტა ხნის წინ გააკეთეთ მეორე ტურთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა ამ განცხადებას, მან გაიზიარა თქვენი, ესე ვთქვათ, რჩევა, თუ დაინიშნება მეორე ტურის არჩევნებში, მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, უსუფაშვილმა მას მეტაფორა უწოდა, ასე ვთქვათ და მე მინდა კითხოთ რატომ დაგჭირდათ ამ განცხადების გაკეთება? ხომ არ იყოს ერთგვარი გამოწვევა თქვენი მხრიდან საზოგადოების? ერთი განცხადებას არ დავართმედი მე ჩემს. მაგას იცი როგორ მოხდა თია რომ მანამდე პირველ არხთან მქონდა ინტერვიუ, ამდენჯერმე შემეკითხა და უარი ვთქვი ანალიზზე. უფრო ადრეც მკითხე ჟურნალისტებმა და ყოველთვის უარს ვაცხადებდი. ხო და ვნახე რომ ინტერესი დიდია, მაინც მათ ხმევინეს და დღესაც შემეძლო უარი მეთქვა პრინციპში, მაგრამ რამდენადაც კითხვა აიწვი ამ თემამ მე შევეცდები კიდევ ერთჯერ განმარტება გავაკეთო და შემდგომში არ მინდა რომ ეს თემა დარჩეს მაინც და მაინც მაღლა აწეული, რამე თუ ეს არა ძირითადი, ეს არ არის პოპულარული. მე მგონი საქართველოს მოსახლეობამ ყველამ გაიგო რომ მე პროფესიით პოლიტიკოსი არ ვიყავი და არ იყო ჩემი სურვილი რომ პოლიტიკაში ადგილი დამეფუძნებინა და ამით კარიერა გამეკეთებინა, ესე ვთქვათ, რაც ნორმალურია. ამით მე ჩtildeს არ ვაყენებ პოლიტიკოსებს, ვისაც ამის სურვილი ქონდა და აქვთ მომავალშიც. ეს ძალიან რთული და საინტერესო პროფესია და უნდა გააგრძელონ კიდევაც. მაგრამ მე ვაჩვენე რომ მხოლოდ ერთი მიზეზით და დღესაც ვახსენებ მოსახლეობას რომ მე მოვედი მხოლოდ ვალდებულების გზნობით პოლიტიკაში. და მე დღესაც ახლა ძალიან ცუდია რაც მივეჩვია პოლიტიკაში მოსვლას, საკუთარ თავზე სადღეგრძელოს არ ვერ მეუბნებოდნენ სუფრასთან. და დაბადების დღეს არ ვიხდიდი ამით, მაგრამ ახლა ვალდებული ვარ და მიწევს განმარტებების გაკეთება რომ
თუ კიდევ ვინმეს ეჭვი აქვს რომ ეხლა გამოდიან გუკაები და მსგავსები რომ თუ ფულის კეთება მინდოდა თურმე ამით და რაღაც კაპიტალი და ჰესებში მინდა მონაწილეობა მიიღო და ესე შემდგომ, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ტიპის ხალხს აქვს და ესენი ერთეულები არიან, მათ სურს შეურაცხყოფა მომაყენო და მაყენებენ, მაგრამ მე ამით არ ვღიზიანდები და მათ ყურადღებას არ ვთმობ. მე ვიცი რომ აბსოლუტურ უმრავლესობას საზოგადოებას ეს აქვს სწორედ გაგებული, რომ მე მოვედი პოლიტიკაში მხოლოდ ვალდებულების განცდით, იმ ვალდებულების რომ მე შემიძლია და სხვას არა და ამიტომ გავხდი მე იძულებული და იძულებით მოვედი პოლიტიკაში და მე მგონი მართლაც ესე იყო მდგომარეობა თუ გახსოვთ. მე საჭირო ვიყავი. როგორც ოჯახში მე ბავშვობაში ძალიან მძიმე რეგიონია იმერეთი, ზემო იმერეთი და 3 წლიდან შრომობდი. ესეთი იყო ოჯახი. მახსოვს დიდი ძმები ჩემზე მეც ვაკეთებდნენ, მიკვირდა მაშინ რომ მე პატარა ვსევდი, ისინი დიდს და მაინც ერთნაირ მადლობას ღებულობდნენ მამა ჩემისგან. ესე მიმაჩნია დღესაც. ეს ოჯახია, შეგიძლია შენ უფრო მეტი გააკეთო. შენ ვალდებული ხარ ისეთივე ვალდებული ხარ, როგორც ის, რომელსაც შეუძლია იმდენი, რამდენიც შეუძლია. ამ გზნობით მოვედი. ვალდებულების გზნობა საიდან გამიჩნდა? გამიჩნდა იქიდან, რომ მე შემიძლია. თუ შეგიძლია, შენ ვალდებული ხარ, უნდა გააკეთო. და თუ საზოგადოება მაჩვენებს მე რომ შენ თურმე არ შეგიძლია სხვაზე მეტი აგერ არიან კიდევ გვერდით ხალხი. შენ ამბობ რომ შენ შეგიძლია და შავლიდან გინდა ამოხდე რომ მაგარი ხარ და ესე ვთქვა სიტუაცი ხმარა იჭაჭები და გონია რომ ესეა და ამ დროს თურმე მოსახლეობის მე-13-იც და იქვე ახლა თუ მარგველაშვილი მიიღებს 59 და 45%, ესე იგი სადღაც ბაქრაძემ 30% უნდა გადააჭარბოს. და კიდევ ვიღაცას უნდა ქონდეს რაღაც მსგავსი ქულები, ხო? მსგავსი პროცენტი. ასეთ შემთხვევაში რა ხდება რომ შენ გონია რომ შენ ვალდებული ხარ, შენ გონია რომ შეგიძლია სხვაზე მეტი, მაგრამ ერთადერთი ამის მოწმე და დასამოწმებელი და დასასაბუთებელი არის საზოგადოება, რომელიც უნდა გამოხვდეს ამაში და გაჩვენოს რომ კი, შენ ხარ და შენ შეგიძლია, შენ მოხვედი. თქვენ საზოგადოების ნდობა კიდევ ერთხელ გინდათ რომ არა, მე ვიცი ეს ნდობა რომ მენდობა, მე მაქვს ეს ნდობა და ჩვენ გვაქვს გუნდს ეს ნდობა, მაგრამ რაღაც ჰიპოთეტურად მაინც მოითხოვეს რომ აი რომ იყოს და ასეთ შემთხვევაში ჩემი პოზიცია რომ ესე იყოს, თუ მე ესე მეშლება რომ თურმე ჩემი ესმის ხალხს მე ვხედავ 20 წლის შემდგომაც და ძალიან კარგად ვხედავ და მართლა მჯერა რომ საქართველო აღორძინდება. დარწმუნებული ვარ ესე გაკეთდება ყველაფერი. და თუ მე ეს ყველაფერი მეშლება და ერთადერთი გადამოწმება ამის არის საზოგადოება. და არის ხმა, რომელიც მოდიან და უნდა მოგცემ. და ხალხი არ მოხვება და შენ გონია და სადღაც ეიფორიაში ხარ. ყველაფერს თავი დავანებო, სინდისი უნდა კონდეს. შენ ვისატყვებ და როგორ ატყვებ? ესე იგი საკუთარ თავს იტყვებ. შენ გიჯერა, მაგრამ არა, თურმე მე-13-იც არა, იმ ხალხის ვინც შენ მოხვება. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ პატიოსნება უნდა გავიხსენოს სიტყვა და უნდა თქვა რომ შვილო წადი სახში, შენ თურმე ეგრე არ არის. ისე არა, შენ რო გონია. თუ ეს მომეხსენება მე თავისუფალი კაცი ვიქნები. მე მხოლოდ ვალდებულებამ ტანჯავდა, როდესაც ფიქრობდი და დღესაც მერიდება რომ შეიძლება წავსულიყავი. და ეს პროცენტულად როგორ მხოლოდ ამიტომ მოვედი რომ მე შენ რომ მიდიხარ, ვის ტოვებ? შენ ტოვებ შენ სამშობლოს და ტოვებ შენს ხალხს, ვინც საჭიროებს შენს დახმარებას. ეს თუ მომეხსნება მე აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვიქნები და უზარმაზარი თვითი ჩამომეხსნება ჩვენში რო დარჩეს. უზარმაზარი თვითი ჩამომეხსნება დარჩენილ დროს მებაღეობა მიყვარ ძალიან და გავატარებ ზირითად დავგავ ხეებს, როცა ვნახულობ თავისუფალ დროს ეხლაც მოვახერხე ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში და უბედნიერესი ვარ. მოვახერხე რამდენიმე ხის დარგვა 2 წლის განმავლობაში. აი ეს მოხდა 2 კვირის წინათ. მანამდე ვერ ვახერხებდი ამასაც. ერთი დღე ვიყავი ურიგში. ამავდროულად ეხლა მე კი მგონია რომ სწორი გზით მივდივარ, მაგრამ თუ თეორიულად წარმოვიდგენთ რომ ხალხს ეს ან არის მის ან შენ შეიძლება გეშლებოდეს, მე თავს არაზუსტ არ მოვახვევ. იმ 20 წელიწადსაც სხვათა შორის ამასაც განმარტავ ახლა რომ ვიძახე რომ 20 წლის განმავლობაში კიდევ არ ვეშვები ამ საზოგადოებას. როგორც კი დავინახავ რომ საზოგადოებას მე აღარ ვჭირდები. ბოდიშის მოხდით იმ წუთში გავერიდები და ამის ალბათობა არსებობს, მოვლენ ახალგაზრდები, მოვლენ ჩემზე ნიჭიერები, მოვლენ ჩემზე გაგებულები და ჩემზე კარგად დაინახავენ რაღაცებს და თუ შევხედე რომ მე ვიღაცას ფეხებში ვებლანდები, ღმერთმა დამიფაროს. იმ წუთში გავიწევი. ეხლა გიორგიზეც უნდა ვთქვა. აუცილებლად თქვენ ისიც თქვით რომ დაახლოებით 60% თუ არ იქნა ამ შემთხვევაში ესეც არის გავყვები კი ამასაც დავხვეწავ. ეხლა მე ვიცი რომ 80%-ზე ნაკლები არ იყო ის რაც 60 დაგვიწერეს ჩვენ ოდესღაც ხო ერთი წლის წინათ. ეს მუხტი არ ჩამქრალა, პირიქით გაიზარდა. მე ვიცი საზოგადოების განწყობა. მინიმუმზე დავიყვანე დღეს სოციოლოგიური კვლევების დავეხმარე 70% მინიმუმ ჩვენზე ფიქრობს. ოღონდაც მათ მოსვლა უნდათ. და მე მინდა რომ მათ პასუხისმგებლობის ზნობა გაუზარდო და ეს თქვი რომ ზოგი არ მოა, მაინც აირჩევენ, მაინც მოხდება და ახალი სიტუაცია შეიქმნა ხარისხობრივად. ასეთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა ჯერ. სულ იყო ემოციური არჩევნები და ვთქვათ მესიონიზმის ტიპის არჩევნები იყო სულ რომ აი მას შეუძლია, სხვას შეუძლია. ჩემ შემთხვევაში გავდა ამას წინ არჩევნები. ეს არის ტიპიურად ახალი აზრობრივი არჩევნები, ყველას აქვს გააზრებულად მივიდეს უფლება და გააკეთოს არჩევანი 1 წელიწადია ხელისუფლებაში ვიყავით. ჩვენ არ დაგვიკარგავს რეიტინგი აბსოლუტურად იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ძალიან კარგი გავაკეთეთ.
აქედან გამომდინარე მინიმუმ მოვითვალე მე რომ 70% მუხტი არის ჩვენს ხარეს. ეხლა ამ ხალხს მოსვლა უნდა და მოყვანა უნდა და პასუხისმგებლობის გზნობა უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ მეც ეს ნაბერწკალი არ ჩამიქრეს, მეც ადამიანი ვარ, რობოტი არა ვარ, მე რომ 51% რა თქმა უნდა სიხალისეს ცოტას დამიკარგავს. ბევრს არა, მე გავაგრძელებ და გავაკეთებ ჩემსას, მაგრამ თუ ეხლა 45-ზე და 40%-ია საუბარი, რა თქმა უნდა მე გავთავისუფლდები. 60%-იც აქედან მოვიყვანა, იმ 70 პოტენციურიდან რაც მინიმუმია, რომ მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს. ესეც მინდა რომ დავინახო, რომ ქართველები არა მარტო გებულობენ და მხარს უჭერენ, არამედ არც ეზარებათ და იმ თავის მინიმუმ პასუხისმგებლობას განახორციელებენ, რომ საარჩევნო ყუთებთან მოვლენ. იქ შეიძლება თეორიულად 0.1% იყოს, ან ავად იყოს, ან რაღაც პრობლემა ქონდეს სერიოზული ვერ მოვიდეს, მაგრამ დანარჩენ შეუძლია მოსვლა და ამიტომაც თქვი და თხოვ დღესაც თქვენი გადაცემითაც ვისარგებლობ, რომ ჩვენაც გვჭირდება ყველას, მეც მჭირდება, თვითონაც გვჭირდება, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, რომ სწორი გზით მივდივართ. ამიტომ მაქსიმუმი უნდა მოვაგროვოთ და მოვიდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ ნიხლის ვიგრძნობ, მე რომ 60%-ზე ნაკლები მოვიდეს, გარკვეულს, მაგრამ ეს არ იქნება, მაგრამ თუ 50-აც ქვემოთ არის ეს და იქიდან პოტენციურად ესე იგი ხალხი არ მოვა ნაწილი და ის დაახლოებით 30 მოსახლეობის ამ ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს დაახლოებით 30% მესამეც ეს უტოლდება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაგებით თეორიულად ისე მე კიდევ უბრუნდები, რომ მე დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება, მაგრამ რაღაც არ მომეშვენდა, კითხვა დაისვა და ეხლაც მეორე განმარტებას გავაკეთებ, მე ვფიქრობ მესამედ აღარ მომიწევს და გაიგებენ ყველანი. აი ეს იყო რომ ასეთ შემთხვევაში მე გავთავისუფლდები და ბედნიერი ვიქნები, ამავდროულად ორმაგად ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ უფრო კაი გზას ვინმეს მანახავს. და სულაც არ ვაპირებ, ვინმეს თავზე მოახვიო ჩემი იდეები. ეხლა გიორგიძეს უნდა ვთქვათ, სხვათა შორის არ შემითანხმებია მე გიორგისთან და ანუ გიორგისთვის არ გაგვივიდა არავითარი რეპეტიცია. და ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო რომ გამოვიდა გიორგი თქვა და პირდაპირ თქვა რომ არ მივიღებ მონაწილეობას. პასუხისმგებლობდით ისე გიორგისგან თქვენი რჩევა. გიორგი შეეძლო თქვა უფრო ფრთხილად ან უფრო გიორგისგან არ ველოდი, გიორგი არის წესიერი კაცი და ამდენი არ მიფიქრია თქვა ეხლა ის შეკითხვა დამისვეს, შემეძლო კიდევ არ იდება მინდოდა თავის ამ შეკითხვაზე და უეცოდ გავცურე ესე თქვა და უპასუხე და შესაბამისად აღარ მიფიქრე იმაზე გიორგი რა იტყოდა და ცოტა ეხლა გამიკვირდა, თუმცა სხვანაირად არ უპასუხებდა და რატო არ უპასუხებდა გიორგი სხვანაირად ამასაც გეტყვით. გიორგიც და რატო მომწონს გიორგის ხვაზე მეტად აქაც გამოჩნდება, კიდევ ერთხელ შევეცდები ამას, რომ მე არ ჩამოთვლი გიორგის თვისებებს სხვადასხვას. დამატებით თვისებაზე გავაკეთებ მხოლოდ არჩევანს. გიორგიც თქვენ წარმოიდგინეთ, მოდის იგივე განცდით ზუსტად ვალდებულების გზნობით მოდის გიორგიც, რომ მას შეუძლია ის ვალდებულია. და ამ განცდით მოდის. ეხლა გიორგის იმდენ მაგალითს ვერ მოვიყვანით, თქვა არც ბიზნესი უკეთებია იმდენი, თქვა ჩემ შემთხვევაში და პოლიტიკაში თუმცა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ანალიზს მაინც აკეთებდა და უფრო ახლო წრეებში ტრიალებდა. მე ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ გიორგიზე. როდესაც მე ექსპერტთა კლუბი გახსოვს, მყავდა და ხელფასებს უხდიდი, იცოდა ეს საზოგადოება. ერთადერთი კაცი, ვინც ხელფასი უარი თქვა, გიორგი იყო. ახლა ეს მოსაყვანი იმიტომ კი არა, სხვებს კი არა, ეს ჩდილს კი არ აყენებს. მე მყოფნის ჩემი ხელფასიო, გიორგი მითხრა და მე ვალდებული ვარ სწორი გზას ხედავ შენში იმედს ჩემს ქვეყნის და ვალდებული ვარ მოვიდე და გავაკეთო. რო არ მყოფნიდეს, მე ახლა შევწუხდი. რომ მჭირდება, თუ დამჭირდება და გამიჭირდება გიორგი მითხრა, მოვალ და მეგობრულად გთხოვ, მაგრამ მე მყოფნის ჩემი ხელფასი და მე ჩემ ვალდებულებას ვგრძნობ და ისე გავაკეთებ, რაც შემიძლია და რა თქმა უნდა, არავის ნაკლებ აქტიური არ იყო. აქაც გიორგი გარწმუნებს და ვარწმუნებს საზოგადოებას. ამ განცდით მოდის ხოლოდ. ეს არ არის, შეიძლება ცუდიც იყოს ეს მინუსი, რომ კარიერული განცდა არ აქვს. პოლიტიკოს უნდა კონდეს კარიერული ამბიცია და ეს დამატებით ენერგიას აძლევს და ცუდი არ არის. მე არ მინდა სხვა პოლიტიკოსები ამით დავჩაგრო, თქვა და ჭრილი მივაყენო, მაგრამ გარდამავალ ეტაპზე ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი პრეზიდენტი გვეყოლება. თუ აიღო ვალდებულება და იკისრა, დღე და ღამე მუშაობს. ეს კაცი ავადყოფის დადის დღეს თუ გუშინ ამ დღეებში ბევრს ხვდები მე გიორგის, ავადყოფი კაცი დადის ტემპერატურით და 1 გრამს ვერ შეატყობთ იმას, რომ ამას არ აქვს სწრაფა. გიორგი თუ ნახავს იგივე, ნახავს რომ მას არ შეუძლია და სხვაზე უკეთ, მასზე უკეთ სხვა აკეთებს, მეორე არჩევნებში და მეორე პროცესში არავის არ შეუშლის ხელს, მაგრამ თუ ნახა რომ გამოდის, ისევ დაეხმარება საკუთარ ქვეყანას და მოვა. აი ესეთი კაცი ეს და ესეთი ვარ მეც და ამიტომ ეს საწყენად ნურავინ ნუ გაიგებს ამას. გიორგი მართლა პრინციპულია. რაც თქვა გიორგი გამკეთებელია. იმისი ქით ბაქრაძე დანიშნავს სააკაშვილს და ტაშფანდურა რაც თქვი, მაშინ ახლოს გამიმეორებ. ღმერთმა მოახმაროს, ყოველ შემთხვევაში მე ხელს არ შეუშლი, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება და დიდი სიმძიმე იქნება, არ ვფარავ ამას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში თუ ვალდებული მგზნობა მომეხსნება, მე თვითონ არ მოუწოდებ და დანარჩენი გიორგიმ თავისით გააკეთა. ეს არაფერი მე არ მიკარნახია. რომ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი შეიძლება იყოს დავით ბაქრაძე და არა სხვა რომელიმე კანდიდატი, ბატონო. ჩემ ყველა ანალიზი ამას აჩვენებს. ყველა დამოკიდებულება ამას აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე არის ბაქრაძე. ბევრად არ უგებს, მაგრამ ყველა კვლევებში რაც ჩვენ ჩავატარეთ და სხვებსაც ჩაუტარებია, უგებს
გურჯანაძეს და დიდი ალბათობით ბაქრაძე იქნება მეორე ადგილზე. მაგრამ ამის ალბათობა რომ ბაქრაძე არ იყოს მეორე ადგილზე არის უფრო დიდი, ვიდრე იმის ალბათობა რომ იყოს მეორე ტური საერთოდ. მეორე ტური რომ იყოს ამის ალბათობა არის იმდენად მცირე რომ მე რამდენიმე შეკითხვას არ უპასუხე და დღესაც მინდა რომ ჟურნალისტებს შევახსენო რომ ამაზე ბევრ დროს ნუ გადავხარჯავთ. მეორე ტური არ იქნება. პრაქტიკულად ამის ალბათობა არ არსებობს. შესაბამისად რაღაც თქვით ეს შეიძლება პლუსში გადავიყვანოთ და კიდევ ერთხელ მიმართავ ჩვენს მხარდამჭერებს რომ იმ თეორიულ ალბათობასაც უნდა დატოვებენ და მოვიდნენ არჩევნებზე და ღირსეული ქულები მიიღოს, ღირსეული პროცენტი მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა. მოდით ახლა სხვა თემებსაც შევეხოთ ბოლო კვირების განმავლობაში თქვენ გამართეთ შეხვედრები, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ცოტა უჩვეულოა აქამდე. მე ვსაუბრობ იმ პირდაპირ ეთერებზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ექსპერტები, ჯერ ექსპერტებთან ჰქონდათ შეხვედრა, შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბოლო შეხვედრაზე თქვენ ესე რომ ვთქვათ ის ტელეკომპანია მოიხსენიეთ მაესტრო, რომელშიც ჩვენ შეხვედრა ბოლო ინტერვიუს დროს ჰქონდა. რატომ ბატონ ბიძინა, რატომ ჩამოგიყალიბდათ ესეთი დამოკიდებულება თუნდაც კონკრეტულად მაესტროსთან დაკავშირებით? მოდით, რადგან მაესტრო შეეხეთ, იმიტომ ვისაუბრებ ამაზე, იმიტომ რომ სხვა მედია საშუალებებს არ შევეხები ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მოგახსენებთ იმასაც, რატომ შევხვდი ექსპერტებს ასეთი ფორმით, რატომ შევხვდი ჟურნალისტებსაც ესეთი ფორმით, ეს ბოლო სამი შეხვედრა დაახოთ. მესამე უფრო განსხვავებული იყო, შუალედური იყო, თქვა, ადრეულსა და ბოლო ორ შორის, მაგრამ მაინც განსხვავებული იყო. მთავარი მიზეზი ამის იყო, რომელზეც მე ძალიან დაჟინებით ფიქრობდი ძალიან ბევრს ხოთა შორის, რომ როდესაც წასვლა დავარქვით თავში პოლიტიკიდან და ეხლა ვამბობ, რომ მოვდივარ თქო საზოგადოებას და კარგად მოვიფიქრე და მართლაც ესეა. 2 წლის ნაცვლად 20 წლიან ციკლში მოვდივარ და მართლა თელ ჩემს შესაძლებლობას მოვახმარ დარჩენილ ჩემს ენერგიას, ჩემს საზოგადოების, ჩემს სამშობლოს განვითარებას. ეს განცდა მაქვს. მაგრამ ისეთ ნათქვამი როგორც იყო, რომ პოლიტიკიდან მიდის და ამან გამოიწვია ნებათა ღელვა საზოგადოებაში, მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი სხვათაშორის და მე საერთოდ ესეთ ჩვევა მაქვს. ძირითადი პრობლემა დღე-დღე ამ შორდება. მე ძინავს, სეირნობს, სხვანაირად ვაკეთებ, საუბრობ, ძირითადი პრობლემა სულ მიტრიალებს და კარგი გადაწყვეტილება ვნახე ჩემი აზრით. არც ესეთი რთული თქვა ეს მარტივი იყო რაც გავაკეთე, მაგრამ მე მართლაც ბევრი ენერგიის და დროის დახარჯვა დამჭირდა, ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყნარებია საზოგადოება. რომ მე არ მივდივარ არსად, რომ მე მოვდივარ. მე ვაჩვენე რომ სხვა სფეროებშიც არა მარტო მთავრობაა საზოგადოება სხვა ნაწილებიც აქვს, მასში შედის მედიაც და ექსპერტიზაც და ანალიტიკაც და NGO-ების და კიდევ ბევრი სხვა სტრუქტურები. რომ მარტო იქ არ არის გასაკეთებელი, რომ ხელისუფლება, მთავრობა საუკეთესო ნაწილია დღეს მე ესე წარმომიდგენია ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი რეალობიდან და ჩვენი საზოგადოებიდან, ჩვენი შესაძლებლობიდან და მე მასე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს ევროპული ტიპის ხელისუფლებაა დღეს, რომ იქ სადაც მოვდივარ, იქაც არის გასაკეთებელი და დასალაგებელი. რომ ესე არ შეიძლება, რომ ექსპერტი რომ ქვია, რომ ან ზედაპირულად აკეთებ, ან შეგნებულად არ აკეთებ სწორედ, ან ვერ ახერხებ. და რასაც უნდა ჟურნალისტი თუ ექსპერტი ხშირად იმას ამბობს და ხშირად არგუმენტები არ აქვს. არა და საზოგადოება თუ გვინდა რომ სწორი მემართულებით წავიდეს და განვითარდეს, მარტო ხელისუფლება ამისთვის საკმარისი არ არის. მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს, არჩევნებიც ამისთვისაა. და უნდა გაიგოს რომ სწორი გზით მიდის ხელისუფლება და სწორედ უჭერს ხარს ან აკრიტიკებს სწორედ. კრიტიკასაც ფასი უნდა კონდეს. კრიტიკას ნაციონალებმა ფასი დაუკარგეს, მოვიდნენ ოპოზიციაში. ეს კრიტიკა არა, ეს არ არის ოპონირება. ოპონენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კრიტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამე თუ კრიტიკოსი და ოპონენტი გაჩვენებს სწორ გზას და არა სადღერძელო და მეგობარი ხშირად. მათ უნდა გაჩვენონ სწორი გზა და ამ ხრივ აქ გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მაესტროსთანაც მივალ. და მე მოვითხოვე ეს მხოლოდ ახლობლებისგან, მხოლოდ მათგან ვინც ბრძოლობდნენ. ელისაშვილიც აქ გადის. ვინც წლების განმავლობაში სწორი სამოქალაქო პოზიცია დაიჭირა. აქ გადის მაესტროს და მაესტროს ჟურნალისტები ჩემს. მე შეგნებულად თქვი, აქ რუსთავი ორია, მე მათ არაფერს არ ვიკითხები. ეს გასაგები რომ აგიტაციას უკეთებს სააკაშვილის ტელევიზია, მე ჟურნალისტებს ვთქვათ, როგორ გითხრათ, მოთმინებით და გაგებით შემიძლია მოვეკიდო ყველაზე მეტი, თუმცა ობიექტურობისკენ დღესაც სურვილი გამაჩნია რომ მეტი კონდეს. და რუსთავი ორი არ დამისვავს შეკითხვას საერთოდ. არც მიხსენები, არც ერთ ჟურნალისტი მე დავასახელე, მხოლოდ ისინი ვისაც ვთვლი, რომ ჩემნაირად ხედავენ, ჩვენნაირად ხედავენ და ჩვენ ერთი გზა გავიარეთ. და აქ იყო მაესტროც. და ამ დროს და მათგან მოვითხოვ მეც, მე გამოვყავი, ვინც უფრო ახლო იყო, უფრო მეტი და ჟიჟილაშვილს ეწყინა მაესტრო და გავისწავლე. ნუ თქვა ცოტა ორ თქვა ორნაირი გაგებით მითხრა მან, ეწყინა თუ არ ეწყინა ვერ გავიგე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. იმის შემდგომ
როდესაც გადაცემა იყო, რაზეც მე მოიხსენია, რომ იქ ჩანს ტექსტში ძალიან კარგად. ახლა პოლიტიკური ცხოველი იქ თითქოს ამძიმებს, როდესაც გეგელია იხსენებს პოლიტიკურ ცხოველია სააკაშვილი და წავიდეს პოლიტიკიდან, კარგია, პოლიტიკური ცხოველი არ არის ჩემზე ამბობს. იქ ცხოველი პოლიტიკოს ამძაფრებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსია. ის არ არის შეურაცხყოფელი იქ. ცხოველ სიტყვას თუ მოაშორებ ანალიზისთვის ძალიან კარგად იკვეთება ყველაფერი, რომ ჩანს იქ კარგად. კარგია რომ მიდის ივანიშვილი, სააკაშვილის რაღაცები ეშელებოდა, მაგრამ რაღაც ფორმებს იცავდა. თუ ეს ამის სურვილი დარჩებათ მათ, პირდაპირ ეთერში გამოვალ და ამ ტექსტს დავალაგებ, მე ძალიან კარგად ვიცი და ვაჩვენებ რომ ეს ჩანს. და მარტო ეს რომ ყოფილიყო, აერც უგაცავა დავასრულებ მაესტროზე, რომ არ დაჩეს კიდევ უკმარისობის განცდა. რომ მარტო ეს ყოფილიყო, რა თქმა უნდა არ გამოვიყენებდი ამას. პოზიცია რომ არ ჩანდეს მაესტროს რომ სურვილი აქვს კრიტიკის, მხოლოდ კრიტიკის სურვილი რომ აქვს ძალიან კარგია. უარგუმენტო კრიტიკა მეორე მაგალითს მოიყვანე, მე იქ თუ გახსოვთ, როდესაც გირგულიანის საქმეზე, იგივე გეგელია და ტრაპაიძე პროკურორი მათ ეჯდათ ეთერში, ამის გარდა უამრავი გადაცემა იყო გირგულიანთან დაკავშირებით. რამდენი გაკეთა და როგორ წაიწია გამოძიებან წინ, რითაც შეიძლება პროკურატურა მიამაყოს. ესევე ძალიან კარგად იცოდა ჩემი აზრით სოსო ცისკარიშვილმაც, როდესაც ერთ გადაცემაში დაწყენები შეიკრიბნენ, ეწყინა ბატონ სოსოს, ეწყინა ჟურნალისტებსაც როგორ გავბედე ის ორი შეხვედრა, ამ ორი შეხვედრის შემდგომ ბატონი სოსო ამბობს თამამად, აბა რაკეთ, აბა ნახეთ. გირგულიანის თემა მიუხედავად იმისა, რომ სტაზურმაც გამოიტანა თაროზე დევს. ამ დროს აი მე მოიყვანე ერთ კარგ მაგალითს. ეკონომიკაში გამოქვეყნდა სტატია იგივე პირველ არხს რომ მივეცი ინტერვიუ, ამაზე გააკეთა ძირითადი აპელირება ეკონომიკაში რა ხდება. ვიღაც ასტროვსკია, რომელსაც ერთჯერ მე შევხვდი, აშკარად ანგაჟირებულია, აშკარად არის, ამაზე მეც არ ვიტყვი, მოხიბლული სააკაშვილით. და მე მეორე შეხვედრა და მესამეზე უარი უთხარი. ეხლაც გამოვაქვეყნა 2 თუ 3 კვირის წინათ სტატია და ნახეთ. იქ სააკაშვილს აღარ აქებს. რამე ნახა თუ ეს აღარ გამოვა. ხოლოდ ჩვენ გვაკრიტიკებს. ხოლოდ აჩვენებს როგორი უსუსური ხელისუფლება, რა თქმა უნდა ცრუობს. თან გაზეთი ეკონომისტი და ჩვენ მასზე რეაქციას ვაკეთებთ. ეხლა ნახეთ იგივე მაესტრო. როდესაც უარგუმენტო კრიტიკას უშვებ, ესე იგი სააკაშვილს ხარს უჭერ. ეს არის სერიბი, არა ერთს ეს უნდა დავასრულო უკაცრავად. მე მესმის თქვენთვის უხერხულია. არა, უხერხულია, მე უბრალოდ მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ტელეკომპანია მაესტრო მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის იგივე დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელია, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს გუნდი იყო ერთადერთი შეიძლება ითქვას ამ წლების განმავლობაში ფანჯარა, საიდანაც მოსახლეობა იღებდა ინფორმაციას, რომელიც სხვა მედია საშუალებებში დახშული იყო. ამიტომ იყო ცოტა გაუგებარი და მოულოდნელი, რომ სააკაშვილის დრო მოენატრათ. ეს იყო ძალიან გაუგებარი. აი უყურეთ რა შეესახმე რომ მეორე მაგალითი რაც მე გავიხსენე, არა მარტო ერთი რომ წავიდეს ივანიშვილი კარგია რომ მიდის და სააკაშვილს რაღაც მაინც ქონდა კარგი, რომ არ ყოფილიყო სხვა გადაცემები და კიდევ ერთი გადაცემა მოიყვანე მე მაგალითად იგივე პრესკონფერენციაზე რომ რატო არ აკეთებენ გარმანტირებს აქ არ უნდა ცოდნოდათ ის რა ხდებოდა გირგულიანის ირგვლივ რომ გაუშვეს კრიტიკას რომ უშვებენ უარგუმენტოს ვის უჭერენ ხარს ამით ესე იგი რა ხდება რომ რა ხდება უკაცრავათია რუსთავი 2 აბსოლუტურად დაგეგმილად მიდის აგიტაციას უკეთებს პროპაგანდას უკეთებს ნაციონალურ მოძრაობას და გვაკრიტიკებს ჩვენ ამ დროს ობიექტური ტელევიზიები ნებსი თუ უნებლიეთ იგივე ფერხულში რომ ერთვებიან ეს ძალიან ცუცურაც ქმნის ამიტომ ვითხოვ ასეთებისგან ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია იქ რომ თავისუფლად გაატარეს ბატონო სოსომაც ჩვენივრად იცოდა რომ პროკურატურა წარმატებული იყო იმ გამოძიებაში და ჩვენივრად იცოდნენ მათთან იყო ის პროკურორი გადაცემაში და ამის გარდა უამრავი ბრიფინგი ჩაატარა პროკურატურამ. ჩვენივრად იცოდნენ მათაც რომ პროკურატურა იყო წარმატებული, პროკურატურა ნაწილია იმ ხელისუფლების, რომელიც მეთაურიც მე ვარ და გაატარეს ეს იგივეა რომ ხარი დაუჭირო. ერთი ეთერით მაინც არ შეიძლება უამრავი ეთერი მზადდება მაესტროს ეთერში და იქ ყველანაირი პოზიცია ისმის. ერთი ეთერით არ შეიძლება ვიმსჯელოთ. მეორე მაგალითი მოიყვანე პირველს არ ვიტყოდი მეორე რომ არ მეთქვა და პირველი და მეორესაც არ ვიტყოდი არცეც კიდევ რომ არ იყოს ბევრი ესეთი. კი ბატონო მე ეს თქვა მაინც და მესო რომ უკაცრავად მამუკა გლონდმა რაც გამოვიდა რაც თქვა რომ ჩვენ ამისთვის ვართ მოწოდებული და ვაკრიტიკებთო და კიდევ მუქარი სახით არავის კრიტიკის არ მეშინია მე და მეთუმეტეს არც მაესტროს კრიტიკის რამე თუ მე მაქვს სუფთა წარსული და მომავალშიც ვაპირებ ესეთ ცხოვრებას და სწორი კრიტიკა არგუმენტირებული მხოლოდ სასარგებლოა ჩემთვის ეს არ მინდა მე მუქარის ტონით რომ წარმოთქვან მათი მოვალეობა აკრიტიკონ ხელისუფლება და მე ამას მივესალმები კრიტიკა ჩვენ გვეხმარება ოღონდაც არგუმენტირებული როდესაც ეს გადადის აგიტაციაში და როდესაც ნებსი თუ უნებლიეთ იმეორებენ რუსთავი 2-ს აგიტაციას რომელიც კვალიფიცირებულად ძალიან კარგად ამზადებს კადრებს და ყველაზე პროფესიონალი ტელევიზია
და მაქსიმალური მტკიცებულებით რაც არ ყოფილა აწვდის საზოგადოებას ამ დროს ობიექტურობის პრეტენზიაზე მქონი ტელევიზიები ამ ფერხულში როდგებიან, ძიმე სურათი დგება საზოგადოებაში და ხალხი ამას განიცდის, ვეღარ გაიგო. კიდევ კარგი რომ ხალხი არ არის ყრუ. და მარტო მას მედიას და ექსპერტებს არ უყურებენ, თორემ საშინო სურათს მივიღებდი დღეს. გასაგები მოდით აი ეს მაქვს მე მაესტროსაც მიმართავ. კავკასიასაც, იმედსაც, სხვათა შორის იმედიც მოიხსენიე მე თქვენ ტელევიზიაც იქ, ვახოსაც შევახსენე მე. და მე მომივიდა ფურცელი აღარ დაუბრუნდი. რომ მანაც არ შეახსენა სააკაშვილს თავის დროს და არ ჩაეკითხა. მაგრამ ვახომ არ შეახსენა 2 წლის წინანდელი ამბავი. რაც უფრო რთული იყო და მაესტრომ მაესტრომ 2 დღის წინანდელი ამბავი არ შეახსენა. ახალი ამბავი არ შეახსენეს ჟურნალისტებმა. რა თქმა უნდა, საწყენია ეს. ეს საწყენია. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ. და მე ხმებიც გამომდის და ისედაც ვიცი რომ გეგელია ყველაზე მეტი ხარდაჭერია შენიო და დღესაც მჯერა. და მე დარწმუნებული ვარ რომ მათ ეს პოზიცია აქვთ, მაგრამ ზოგჯერ რო გეწყინება არ ვიცი ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. არა, ეწე ახლა სოსო ცისკარიშვილი ჩვენი მხარდამჭერია. გეგელიას და ტრაბაიძეს დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ჩვენი კი არა. თავისი მომავლის სწორედ ხედავენ გზას. მე არაფერი არ მჭირდება. შემსრულებლები არა მარტო პროფესიის, თავის სამშობლოს პატრიოტები არიან, ოჯახი უყვარს, სამშობლო უყვარს. ყველანი უნდა გავსწორდეთ, პასუხისმგებლობა მიგზნობა უნდა აგვიმაღლდეს და ამის მოლოდინი მაქვს მე. მე იმის სურვილი კი არ გამაჩნდა ან ექსპერტებს შეურაცხყოფა მივაყენო, ან მედიას შტილი მივაყენო. მე მაქვს იმედი და განცდა იმის და მომავალშიც გაგრძელდება ეს და ვაჩვენო რომ მივიდივარ მეტყვილად არ მივიდივარ. მომავალში როგორ გაგრძელდება თქვენ აპირებთ აი ესეთი ფორმატით აკრიტიკოთ თუნდაც მთავრობა ბატონ ბიძინა. რატომაც არა. ყველა ვინც იმსახურებს, ყველა ვინც იმსახურებს, ციკლაურმა რო თქვა, რა ყოფილეს, გიჟი ყოფილა, ჩემზე თქვა, რომ ყველა გადაიკიდაო. დიახაც მე არ მოსულა იმისთვის, რომ დევიდენდები მოიხვეჭო და რაღაც სახელი გავიკეთო. ჩემი სურვილია რომ მოყარეს სპეც შეუძრახე და ვისაც შეუძლია, მან უნდა გააკეთოს. მაესტრო შეუძლია, გეგელია შეუძლია, ტრაბაიძე შეუძლია და არგუმენტებით გვაკრიტიკონ. ყველას ვთხოვ, ოღონდაც არგუმენტებით, რომ ნუ დაუკარგავთ კრიტიკას ფასს. ნაციონალები კრიტიკას ფასს უკარგავენ. დევალვაცია გაუკეთეს. იმას ყურადღებას აღარ ვაქცევენ პირადად ასწრენ, ეგენი აღარ ვკითხულობ. არა და საინტერესოა. ოპონენტი რას გეუბნება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის გაჩვენებს ზუსტად შეცდომას. თუ აქ გადავედით ყველანი დავიბნებით და დავიკარგებით. სააკაშვილო მეტი უბედურება კი არაფერი არ მოახერხა. ოპონენტები გაანადგურა ოპონენტები და დავიდა 1000 სისულელები აკეთა იმის მერე. აი თავრობა როგორ უნდა აკრიტიკოთ, როდესაც უკვე პოლიტიკიდან წახვალთ, თქვენ აცხადებთ რომ არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეთ გეყოლებათ არასამთავრობო ორგანიზაცია. აი რას უნდა ველოდოთ თქვენგან მსგავსი სახის ფორმატებს უნდა ველოდოთ, როდესაც თავრობას გააკრიტიკეთ. შეიძლება ესევე დოკუმენტებით შეიარაღებული მოხვიდეთ ამ შეხვედრაზე თავრობის აკრიტიკოთ. ყველა სახის და ყველა ფორმის. დიახ. მაგრამ მე გავაკეთებ კრიტიკას და მე გავაკეთებ ამავდროულად მინიშნებას.